პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია სტამბოლის საპარლამენტაშორისო კავშირის 152 ასამბლეას მასპინძლობს. იმედის გაღვივება, მშვიდობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის ამ თემებს ეძღვნება წლევანდელი ღონისძიება, სადაც 157 ქვეყნიდან 2500-ზე მეტ სტუმარს ელიან. ნინო არღლიანი გვერდება. თურქეთში ქალაქ სტამბოლში ამ წუთებში იწყება გახსნის ოფიციალური ცერემონია საპარლამენტაშორისო კავშირის 152 ასამბლეას მასპინძლობს სტამბული. ცერემონიაში კი მონაწილეობას საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით იღებს. შალვა პაპუაშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს, მანამდე კი მან უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მხარეებმა ამ შეხვედრაზე ორი კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ამ შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქვეყნები ევროპისკენ მიმავალ გზაზე და მოგვიანებით შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელი დიალოგის ჩაკეტვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს არა თუ ეხმარება წევრობაში, არამედ პირიქით ხელს უშლის, რათა გახდნენ ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნები. დღესვე შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და შეხვედრაზე მხარეებმა ილაპარაკეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. შალვა პაპუაშვილმა დღეს ასევე შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. მაყურებელს შევახსენებ, რომ წელს საქართველოს პაპსეკის თავმჯდომარე ქვეყანაა. საუბარი ექნება იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში არის, მათ შორის გარეჩარევების საფრთხეებზე, რომელიც არსებობს და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს საქართველოს და როგორ ხედავთ ჩვენ ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას თითოეული ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ, რომ არასწორია და შიგნიდან ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები. სამწუხაროდ ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ პირდაპირ კომუნიკაცია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეა არის პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები იკრიბებიან და საუბრობენ როგორც მსოფლიო გამოწვევაზე, ასევე თანამშრომლობის გზებზე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც სესიის ფარგლებში იქნება მსჯელობა, უკავშირდება მშვიდობას. საქართველოს დელეგაციის წევრები კი საუბარს აპირებენ იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და საუბარს აპირებენ ასევე იმ ეკონომიკურ წარმატებებზე, რომელზეც ჩვენს ქვეყანას აქვს. დელეგაციის წევრები ჯამში 10-ზე მეტ შეხვედრას გამართავენ, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში და როგორც უკვე გითხარით, სესიის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა. შესაბამისად იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემების ირგვლივ გაიმართება. ჩვენი გზავნილი იქნება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკას წარუდგენთ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია 152 სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის. შესაბამისია ის გზავნილები, რომელიც ჩვენ დელეგაციას ექნება როგორც ორმხრივი შეხვედრების დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის დროს. ჩვენი ორმხრივი შეხვედრებით სწორედ დაეთმობა კავშირების გამყარებისა და შესაძლებლობების გაჩენის პერსპექტივებს.
საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეას ხშირად პარლამენტარების გაეროსაც უწოდებენ, შესაბამისად საქართველოს დელეგაციის წევრები სტამბოლში გამართულ შეხვედრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ჯამში რეგისტრირებულია 2500-ზე მეტი ადამიანი. თურქეთში იმყოფება 157 დელეგაცია, მათ შორის არის 67 სპიკერი და ასევე 800-ზე მეტი კანონმდებელი. როგორც უკვე გითხარით, 3 დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შავა პაპუაშვილს და საქართველოს კანონმდებლებს საკმაოდ დატვირთული შეხვედრები აქვს. პირისპირი შეხვედრების გარდა ისინი მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიებში და ისინი პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა სესიაზე. მადლობა, ეს ნინო არღლიანი იყო სტამბოლიდან.